ესა კომერციული გარიგება, ასე ეხმაურება ირაკლი რუხაძე მაესტროში მიმდინარე მოვლენებს. რუხაძე კონკრეტულ თანხებსა და წილების გასხვისებაზე დღეს ჟურნალისტებს პირველად ესაუბრა. მხარეთა პოზიციებს მომბის ეთერში ახლა ლევან კვატაშიძე გაგვაცნობს, რომელიც თემაზე დილიდან მუშაობს. ლევან, თემის დეტალებს ველოდებით შენგან. დიახ, ბადრი პატარკაციშვილების ქონების განმკარგავი ირაკლი რუხაძე დღეს ნამდვილად პირველად გამოჩნდა ტელეკამერებთან და გააკეთა პირველი განმარტებები იმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც დასრულდა ტელეკომპანია მაესტროს წილების გასხვისებით. რუხაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ ეს იყო კომერციული გარიგება, რომელშიც იკვეთებოდა მხარეების ბიზნეს ინტერესი. მან ასევე დღეს პირველად ღიად ისაუბრა იმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო კოტე გოგელია. საუბარი არის მისი ინფორმაციით ბაჩო კიკაბიძის კუთვნილი წილის გასხვისებაზე. საუბარი იყო მისი მხრიდან დაახლოებით $7.5 მილიონ, თუმცა როგორც აღნიშნა რუხაძემ, ბოლო მონაცემებით ეს თანხა შემცირდა და დასახელებული არის დაახლოებით $5.5 მილიონი ტელეკომპანია მაესტროს წილის გასხვისებაზე, რომელსაც კიდევ ერთხელ დავაკონკრეტე მისი ინფორმაციით ფლობს ბაჩო კიკაბიძე. კოტე ითხოვდა $9.5 მილიონს, ჩვენ თავაზობდით $7.5. დღეს კოტე ითხოვს $5.5 თავისი და თუ ახსნები კი არ როგორც თვითონ ძახის ბაჩო კიკაბიძე მე მგონი იმის წილის გასხვისებაში ანუ 30%-ში დღეს ითხოვს კოტე გოგელია $5.5 მილიონს. მე კოტეს ველაპარაკე ალბათ ბოლო 2 კვირის განმავლობაში 7-ჯერ 8ჯერ თვითონ მირეკავდა სულ მე ერთხელ შეიძლება გადაურეკებოდა მომწერა მას შემდეგ და დათანხმებული იყო უცნობი ამ თანხაზე დაწუნებული თქვენ არავის აგეცვენებოდეთ ეს მოხდებოდა ყველაფერი წყნარად. ეხლა უბრალოდ ესე რაღაცნაირად ცდილობენ ფასის აწევას ესეთი მეთოდები. ირაკლი რუხაძის ამ განცხადებაზე ჩვენ ვთხოვეთ განმარტების გაკეთება მაკა ასათიანის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ რუხაძის განცხადება არის ბუნდოვანი და გაუგებარი, მათ შორის $5.5 მილიონ დაკავშირებით, რომლის შესახებაც მაკა ასათიანის ადვოკატის ინფორმაციით მას არ აქვს დამატებითი ინფორმაცია ამ მოლაპარაკებების შესახებ. ასევე რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა არხის კიდევ ერთმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ის სტუდია მაესტროში არანაირ წილს არ ფლობს და ასევე უცნობია რა წილთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ირაკლი რუხაძესა და კოტე გოგელიას შორის. არ მაქვს ეს ინფორმაცია გადაამოწმეთ ბატონ კოტესთან ან მის წარმომადგენელთან. მე შემიძლია ერთადერთი გითხრათ, რომ როგორც რუხაძე განაცხადა, ჩემ თავის მაკაც ასესხა რამოდენიმე მილიონი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან შორს ბატონი გია გაჩეჩილაძის ძალიან კარგი საძმაკაცო ყავს, პრემიერ-მინისტრი ყავს ძმაკაცი, იქ რამოდენიმე მილიონის ესხება მიდის ისე. ჯერ მოგვაწოდეს ინფორმაცია თითქოს მეგობრულად დაეხმარნენ ვადონ გიორგის და მისცეს ფული იმისათვის, რომ მაესტრო გადაერჩინა, ასე ვთქვათ, როგორც ისინი ამას აცხადებენ, ეხლა ირკვევა, რომ თურმე მეგობარს ფული ასესხა და პროცენტით. ასეთივე დამაჯერებელია ჭალებში ის არგუმენტი, რომელიც 5 მილიონად გოგელიას შეთავაზება შეეხება. ასეთია ბოლო ინფორმაცია ტელეკომპანია მაესტროსთან დაკავშირებით, რომლის გარშემოც მხარეებს შორის გრძელდება დავა. რამდენიმე წუთის წინ საჯარო რეესტრიდან ტელეკომპანიაში დაბრუნდა არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, რომლის ინფორმაციითაც დღეს ძმები გაჩიჩილაძეები მეურვესთან ერთად გეგმავენ ტელევიზიაში მოსვლას. მადლობა ლევან კვატაშიძე საუბრობდა მოამბის ეთერში.